ეხლა მიყოლება საჭირო დავიწყოთ ბაბუნაში. ტემპი არ გვაქვს კარგი, უფრო სწრაფადაც შეგვიძლია რომ არ ვაცადოთ რუმინეთს დაავადებად. ბაბულაძე წავიდა კარგად. ეხლა საფეხბურთი გვინდა. კახოიძის გავლით ნინიაშვილზე ცუდი პასი, მაგრამ ამოაგდო კიდევ ერთი ბრწყინვალე გადაცემა და ალექსანდრე თოდუა ხდება გატანილელოს ავტორი გაიხსნა ანგარიში. სულ რაღაც მე-6 წუთზე 5-0 საქართველოს დაწინაურდა. კი ვერ ვიტყვით რომ ეს კარგი გატანა იყო, იქ ჩახურგულები ვიყავით, თუმცა მოახერხეთ ტაბუცაძემ კარგად პასის გაკეთება ნინიაშვილზე ამ ნახოთ. თითქოს დაუკარგეთ პოზიცია, თითქოს არა დაკარგული გქონდა რეალურად, ცუდი გადაცემა მიიღო ნინიაშვილმა, მაგრამ ამ არეული სიტუაციიდანაც მოახერხეთ გამორკვევა და ფონს გასვლა. კი ტაბუცაძე ნინიაშვილი უფრო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხეთ. ფეხით ითამაშებს რუპანი. თოდუა ჰაერში დამაჯერებელია, წამოვიდა კავშირტევაზე. გაგრძელებაც მოვნახეთ. მატკავა აქ ცუდი იყო გადაცემა, მაგრამ შველიძე გაერკვა ბრწყინვალე და იქნია ამოგდება ლამაზია ფთაზე ტაბუცაძე გაჭრაყაცი ერთ-ერთზე რა ლამაზია ეს ყველაფერი აკა ტაბუცაძე საიუბილეო შეხვედრაშიც მიითვლის ლელოს და ამ ლელოში თავარწული ვიტყოდი გიორგიშვილიძეს აქვს შესანიშნავად ითამაშა ბორდოს ცენტრი ბრივის ცენტრი კი რაც თავი ანუ კარგად შეასრულა და დავაკვირდეთ ბოლომდე გადაცემა მიიღო ორიც რომ მოძრაობა შემდეგ წაიკითხა რა თქმა უნდა დარჩა ფეხზე ყველაფერი იდეალურად შეასრულა და სწორად ითამაშა იქ ოფლოუდი არ გაუკეთა მატკავას დაელოდა ბომის და შეუბრუნდა გადაცემა ისე როგორც ბაბუნაშვილი კარგი ოფლოუდი კიდევ ერთი ოფლოუდი გრძელდება ჩვენი შეტევა 2-1-ზე დაიქნია თავად ირბინა კიდევ ერთი კარგი კონტაქტი დაურჩით. ოჩა ღაცია ორი კარგია. ამოგდება ბულაძე. მოკლეა. კარგია რომ არ გადადო. და ღანიაშვილი ვერცის შევიდა, ჯარიმის უპირატესობა გვაქვს, ხელი უნდა გაუშვა ნახვა. მორკინალები. შევიდა და ამიცა. ეს აქვს ძალიან კარგად მიხეილ ბაბუნაშვილს ეს უნარი ის უკვე ძალიან გააზრებული დაალაგებული ისე ლუკა ივანიშვილის აგდებული ბუთი კახოიძე დაარტყა ფეხი და წავიდა ქვე დაბალ წერტილში შველიძის გავლით გავატარეთ შეტევა მატკავა 2-1-ზე ტაბუცაძე მოძრაობა ამოგდება კიდევ ერთი ლამაზი იყო ეს შეტევაც დააგვირგვინებს გელა აფრასიძე ძალიან კარგი შეტევა თაზე უპირატესობა ისე მოძრაობა ტაბუცაძის და შებრუნებული პასი გელა აფრასიძეზე მე-6 ლელო ეროვნულ ნაკრებში გელა აფრასიძეს უახლოვდა მე-60-ზე კეპს. At the kickoffs? Yeah, thank you. Just stay behind the kick. Yeah. ხო, უკვე ფაქტობრივად ირღვევა რუმინეთის დაცვა. თან ჯერ მხოლოდ აღარ დააჯარიმა, არა და შეიძლებოდა აქაც ხელის გაშვერა. აბულაძე ივანიშვილი კარგი პასი საფიხელები შველიძე და კახოიძის ლელო. შველიძე გაჩვენებს ხა ძალიან კარგი ხელის ტექნიკას. სუდი პასი ძალიან. მოგვიწია ხაზზე გატანა არა სახარბიელო პოზიციაში დავით ნინიაშვილი ამოგდება საიდან მოახერხა ფაქტობრივად მიწიდან და დაუკარგეთ ბურთი უკვე ტაბუცაძეს ხელიდან აართვეს. კონტრაქტის ცდელობა არ უნდა ჩავარდეთ და დავჯარიმდეთ ამ ზონაში. შეგვიძლია. ვაწუხებს ძალიან გამოვარდათ ბურთი. შევიდა და ამიცა. ლელო. არის ლელო. მამაიაშვილი. კარგად ითამაშა რა, თუმცა შეგვიძლია აქეთ მოკლეზე არა ვასკამიკეთ გაიტანა. მატკავა მაინც დაატრიალა. ნინიაშვილი თავად შეძრა.
ოფროუდი დაატანა კვესელაძე. კვესელაძეს, დადგა კვესელაძე. თავად შეასრულებს ამ ეპიზოდს. დააგვირგვინა. შეცვალზე შემოსულმა ცენტრმა. საქართველოს აქ ბოჭვა უკვე კარგი გააკეთა ჩავს. საჯზე ბოლოს მაინც შევეცადეთ რომ არ გვეთქვა, მაგრამ აღარ გამოდის ასე. მიტუ ჩაუჯდა კარგაძე. წამოიღო კარკაძემ. თუმცა შემდეგ ხელიდან დაკარგა ის. მოკლეფთა შეტევის ჩვენგან წინ თამაში გრძელდება ეს შეტევა, არ უნდა გაგვექცეს 2-1-ზე ფეხით კარგად ითამაშა და იმის ბოლოს შეხვედრის ბოლოს მაინც გავუშვით ლელო. ინდივიდუალ შეცდომები მაინც ეს გამოსაწორებელია. მეორე ტაიმში მოკეთ უპაყოფილები ვართ, უკეთ თამაში გმართებდა ნამდვილად. გარდასახვა 100 და 53-5, რა თქმა უნდა, ანგარიში ძალიან დიდია, გავედით ფინალში. ფინალი კი გვექნება ესპანეთთან, ახლა იქნება ერთად ასე ერთკვირიანი დასვენება და ორ კვირაში თბილისში ისევ უმასპინძლობთ და შანსი გვექნება კიდევ ერთხელ მოვიგოთ ეს ტურნირი, რომლის ფავორიტები უკვე წლებია ვართ. ფავორიტები კითხვის ნიშნის გარეშე ზედმეტი არანაირი კითხვის ნიშანი არც ამ ტურნირზე ყოფილა 53-5